გამარჯობა და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კიდევ ერთხელ ემს რეზუმენზე. მე გიბრუნდებით კიდევ ერთი ახალი ისტორიით, გსურთ მისი მოსმენა? მაშინ წინ აი სპოილერებიც. მანახა არის სიმპათიური და გულუბრყვილო სტუდენტი, რომლის ოცნება ბავშვობიდან არის გახდეს მის სეირან, მისი სკოლის სილამაზის კონკურსის გამარჯვებული. ეს შეჯიბრი ყოველწლიურად იმართება, ხოლო წინა წლის მამაკაცური კატეგორიის გამარჯვებული ბიჭია, სახელად კეიგო, სიმპათიური და სკოლაში ყველა გოგოსთვის სასურველი. ალთა გამოცემის გამარჯვებული არის ახალგაზრდა გოგო, სახელად იური, კოსმეტიკური პროდუქტების დიდი კომპანიის მფლობელის ქალიშვილი, რომელიც საკმაოდ პოპულარულია სოციალურ ქსელებში, სადაც Instagram-ზე 500,000-ზე მეტი მიმდევარი ჰყავს. ამ დრომდე მთავარ გმირს, რომელსაც საკუთარი თავის რწმენა სრულად არ გააჩნია, კონკურსში მონაწილეობა არასდროს მიუღია, რადგან მას გონია, რომ მისი თანაკლასელები არ ისურვებენ მის მონაწილეობას. თუმცა კეიგო უმხელს მას თავის ინტერესს მან აჰას მიმართ, რომელსაც იგი დიდებულ პიროვნებად მიიჩნევს და მხარდაჭერას უცხადებს, რათა მიუხედავად მისი მდგომარეობისა, მან თავისი ოცნება აისრულოს. და აი დგება დრო კონკურსის მომდევნო გამოცემის მონაწილეების შერჩევისა და მანახა ფიქრობს, რომ მას არავინ აირჩევს. მიუხედავად ამისა, მის დაგასაკვირად, იური წარადგენს მის კანდიდატურას და არწმუნებს, რომ მონაწილეობა მიიღოს, ამიტომ იგი სახლში სიხარულით სავსე ბრუნდება იმის გამო, რომ თავისი ოცნების ნაწილი აისრულა. თუმცა მას შემდეგ, რაც ამ ამბავს თავის მშობლებს შეატყობინებს, იგი კამათობს მათთან და ეუბნება, რომ საბოლოოდ მონაწილეობას არ მიიღებს. მეორე დღეს კვლავ ეჭვებით სავსე იმის შესახებ, მიიღოს თუ არა მონაწილეობა, იგი ხვდება იურის სხვადასხვა მაკიაჟის მოსასინჯად და კონკურსისთვის ფოტოების გადასაღებად, მაგრამ მიუხედავად ცვლილებისა, მას კვლავ არ გააჩნია საკუთარი თავის რწმენა. კეიგო ფოტოების ნახვის შემდეგ ქეთს იხრის მთავარი გმირის სილამაზის წინაშე და ახერხებს მის გამხნევებას მონაწილეობის მისაღებად. ასე რომ, მანახა დიდი ენთუზიაზმით უბრუნდება იურისა, რომელსაც თხოვს რჩევებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოუაროს კანს, რადგან იგი გადაწყვეტილია სერიოზულად მოეკიდოს კონკურსს და შეეცადოს გააუმჯობესოს თავისი გარეგნობა ყველა შესაძლო გზით. ამავდროულად, კეიგო არწმუნებს მას ყოველდღიურად სირბილზე გასვლაში და, როგორც წესი, სიყვარული ნელ-ნელა იწყებს ყვავილობას და ყველაფერი ზეთივით მიდის. მას სულ უფრო მეტი გრძნობა უჩნდება მის მიმართ და WhatsApp-ითაც კი ეკითხება, ისურვებდა თუ არა მასთან ერთად ფოიერვერკების შოუს ხურებას. თუმცა მისი სიხარული იწყებს გაქრობას თავის მეგობარ იურისთან მწვავე კამათის შემდეგ, რაც მთავარი გმირისთვის საავადმყოფოში მძიმე დაზიანებებით მთავრდება. სახლში მისვლისა და სახიდან ნახვევების მოხსნის შემდეგ, იგი აღმოაჩენს დიდ ნაიარევს, რაც მას სევდისგან ააფეთქებს, რადგან სჯერა, რომ ეს მას სამუდამოდ დარჩება და ამიტომ გადაწყვეტს მთელი თვის განმავლობაში თავის ოთახში გამოიკეტოს, რა დროსაც იგი არ დადის სკოლაში და არც ერთ შეტყობინებას არ ცვლის არც ერთ მეგობართან. ამ ეტაპის გავლის შემდეგ, იგი საბოლოოდ გადაწყვეტს სკოლაში წავიდეს. თუმცა იგი აღმოაჩენს იურის სას, რომელიც KAIGO-ს უმხელს, რომ მან უბრალოდ მასზე დასაცინად წარადგინა მისი კანდიდატურა. ზუსტად იმ მომენტში, იური ხვდება, რომ მან აღარ საუბარს ისმენს. ამიტომ ბოროტების ნიშნად, იგი არწმუნებს, რომ ის და კეიგო დანიშნულები არიან და მას კოცნასაც კი ჰპარავს, რათა მასში ეჭვიანობა გამოიწვიოს. გაოგნებული მთავარი გმირი გარბის, რადგან ჰგონია, რომ KAIG-ს მასზე იცინოდა და შენობის სახურავზე ადის იმ განზრახვით, რომ წარმოუდგენელი რამ ჩაიდინოს. მაგრამ ბოლო მომენტში სორა, ახალი მოსწავლე, რომელიც ახლახანს მივიდა სკოლაში, ჩნდება მთავარი გმირის გადასარჩენად, რომელიც ცრემლებით უმხელს ახალგაზრდას მომხდარს და უჩვენებს სახეზე არსებულ ნაიარევს. ეს უკანასკნელი მისი გონებიდან თავის მოკლის იდეის ამოშლის მცდელობისას შეძახებს მას, რომ მან უნდა მოიშოროს ეს აზროვნება და განავითაროს ის თავდაჯერებულობა, რომელიც ყოველთვის სურდა, რათა შეძლოს თავისი ოცნების მიღწევა. მისი სიტყვების შედეგს იძლევა და მთავარი გმირი მთლიანად იცვლის პიროვნებას. შემდგომში იური მანაჰას ნაიარევის დანახვისას, ბოდიშს უხდის მას, იმავდროულად კი უმტკიცებს KAIG-ს, რომ მას იგი არ უყვარს და რომ მან თავი უნდა არიდოს მას. შემდგომში იური ქვითინით უბრუნდება მან აჰას, რომელსაც ეხუტება და სთხოვს ყველაფერი თავიდან დაიწყონ, იმით იმართლებს თავს, რომ სწორედ მან მისცა უფლება მიეღო მონაწილეობა კონკურსში და ცდილობს მომხდარი ყველაფერი დაამახინჯოს. მანაჰა, გაოგნებული არ იცის რა უპასუხოს, სანამ ზუსტად იმ მომენტში სცენაზე არ ჩნდება სორა, ბიჭი, რომელმაც ის გადაარჩინა. ასე რომ, ორივე გადის სასაუბრო და გადაწყვეტენ მომხდარი საიდუმლოდ შეინახონ. აღნიშნული სიტუაცია იწვევს იმას, რომ მათი თანაკლასელები ფიქრობენ, რომ მათ სასიყვარულო ურთიერთობა აქვთ.
თუმცა მანაჰა ახერხებს გაუგებრობის მოგვარებას ეს OR ასთვის მოწყობილი თითქოს და მისასალმებელი წვეულების საბაბით. შემდგომში მიუხედავად იმისა, რომ თავიდან უარს ამბობდა წასვლაზე, მანაჰა გადაწყვეტს დაესწროს წვეულებას, სადაც ხვდება იურის თავის ერთ-ერთ საუკეთესო მეგობართან, ჰიმ არისთან ერთად და KAIGOS, რომელიც გარბის მთავარი გმირის უკან, რათა მასთან საუბარი შეძლოს. იმ მომენტში მანაჰა აფრთხილებს მას, რომ იგი შეესწრო კოცნას მასა და იურის შორის და რომ მან იცის, რომ ისინი დანიშნულები არიან, ამიტომ სთხოვს მას, რომ თავი აარიდოს მას. ისი წასვლის შემდეგ ჩნდება სორა, რომელიც აფრთხილებს მთავარ გმირს იურისა და იმ შევიწროების შესახებ, რომელსაც ეს უკანასკნელი ჰიმ არის მიმართ ახორციელებს. მანაჰა გადაწყვეტილი ბრუნდება ბაღში იმ განზრახვით, რომ გადაარჩინოს იგი, მაგრამ ისეთი უიღბლოა, რომ წაიქცევა და აუზში ჩავარდება იურისთან კამათის დროს. ამის შემდეგ მაკიაჟი ირეცხება და ყველა დამსწრე აღმოაჩენს მის სახეზე ნაიარევს, ხოლო კეიგო არის ერთადერთი, ვინც მასთან მიდის, რათა დაეხმაროს როგორც ნამდვილი ჯენტლმენი და შემდეგ მოდის სორა, რომელიც უკანასკნელ მომენტში ორივეს ამოიყვანს აუზიდან. შემდეგ მანაჰა KAIG-OS-ზე ბრაზდება, რადგან მან გააფრთხილა მისგან შორს ყოფილიყო. ის ბოდიშს იხდის. მერე ჰიმარი მან აჰას ესტუმრება. იგი ჰიმ არის KAIG-OS-გან საჩუქარს აძლევს. მგვარად, ნელ-ნელა მანაჰა იწყებს მასთან ერთად გამლილი კარგი მომენტების გახსენებას და საბოლოოდ გადაწყვეტს პატიებას თხოვოს მას შემდეგ, რაც ხვდება, რომ მას არასდროს ჰქონია მისი დაშავების განზრახვა. ასე რომ საბოლოოდ ისინი გადაწყვეტენ ერთად დაესწრონ ფოიერვერკების შოუს, რომელზეც მანამდე საუბრობდნენ. იქ მისვლისას, კეიგო ინტერესდება მისი სახის ნაიარევის შესახებ. თუმცა იგი განუმარტავს მას, რომ ყველაზე დიდი ნაიარევი, რომელიც გააჩნია მის გულშია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ახლა იგი საკუთარ თავს ისეც იღებს, როგორიც არის. ზუსტად მაშინ კეიგო ეუბნება, რომ მისი თამაყოფს და მართლა უყვარს. ამ დროს იური დედასთან ერთად ჩნდება, რომ KAIG-OS მისი დედის კომპანიასა და მის მამას შორის ბიზნესზე ელაპარაკოს. როგორც არ უნდა იყოს, მეორე დღეს მანაჰა გადაწყვეტს ფურცელი გადაშალოს და ეუბნება KAIG-OS, მიუხედავად იმისა, რომ კვლავ შეყვარებულია მასზე, რომ ჯობია მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნონ, რადგან მისი დაკარგვის ეშინია. შემდეგ კეიგო ხვდება იურის ბიზნესთან დაკავშირებული ფოტოსესიისთვის, სიტუაცია, რომელსაც ეს უკანასკნელი იყენებს მასთან ფლირტისთვის, მაგრამ რადგან მასაც მანაჰა უყვარს, იგი მოიშორებს მას და უარყოფას უჩვენებს. ამის შემდეგ იური აკნინებს მთავარ გმირს და არწმუნებს მას, რომ იგი მისთვის გაცილებით უფრო შესაფერისია, ვიდრე მანაჰა. ოჰ, რათა მხედია. შემდგომში კეიგო ესწრება შეხვედრას იურის დედის კომპანიაში, რომელიც ბიზნესზე საუბრის შემდეგ სთავაზობს მას, ანგარების გამო ოფიციალურად გააფორმოს ნიშნობა მასსა და მის ქალიშვილს შორის. მოგვიანებით ვიდეოს ნახვის შემდეგ, რომელშიც მანაჰა გამოხატავს თავის გრძნობებს მის მიმართ, კეიგო გადაწყვეტს არ გააგრძელოს ნიშნობა და ტოვებს იურისთან შეხვედრას, რათა წავიდეს და მოძებნოს მანაჰა და კვლავ აუხსნას მას სიყვარული. ამასობაში მანაჰა OR ესთან მხიარულობს, სანამ ერთი ახალგაზრდა არ გამოჩნდება და სანტად გადაცმულს დასცინის. მაგრამ მაშინ სორა იცავს მას და ბოლოს უმხელს თავის სიყვარულს, როდესაც ეფერება მის სახეს, მომენტი, რომელსაც კეიგო შეესწრება, როგორც კი ადგილზე მივა. იგი გაკვირვებული პასუხობს ORS, რომ მას ჯერ კიდევ არ გააჩნია საკუთარი თავის მიმართ საჭირო ნდობა, რის შემდეგაც კეიგო ტოვებს ადგილს და გლოვობს მან აჰას სიტყვების გამო. გადაწყვეტილი აქვს შეცვალოს თავისი დამოკიდებულება. მეორე დღეს იგი მას სკოლაში ეცხადება და იწყებს კომპლიმენტების თქმას მისი ზურგჩანთისა და უნიფორმის შესახებ, რომელსაც იგი სხვა თანაკლასელებთან ერთად ატარებს. მანაჰა შექებისადმი უნდობელი წვეთს საუბარს და სორა უახლოვდება მას და სთავაზობს დახმარებას კონკურსში გამარჯვებისთვის. ამგვარად სორა წარუდგენს მან თავის დას, რომელიც აღმოჩნდება კონკურსის გამარჯვებული, რომელმაც წლების წინ აიძულა იგი ეოცნება მონაწილეობაზე და პირველი ადგილის მოპოვებაზე. ორივე იწყებს ერთმანეთთან დამეგობრებას და ეს უკანასკნელი უყვება მან აჰასას, როგორი იყო მისი ცხოვრება იმ კონკურსში გამარჯვების შემდეგ. და როგორ მუშაობს ახლა თავის ლაბორატორიაში, რისთვისაც იგი სხვა ქალაქიდან გადმოვიდა. ამის შემდეგ, სანამ სორა და მანაჰა ერთად სეირნობენ ქუჩაში, იური იღებს ორივეს ვიდეოს და უჩვენებს მას KAIG-OS, რათა მასში ეჭვიანობა გამოიწვიოს. თუმცა, კეიგო რეაგირებს უფრო მშვიდი ფორმით. აღნიშნული რეაქცია იწვევს იურის გაბრაზებას, რომელიც მიდის მან აჰასთან.
რათა გამოიწვიოს იგი და მოითხოვოს ყოველდღიური მადლიერება იმისთვის, რომ მის საუფლება მონაწილეობა მიეღო კონკურსში. რა საზღარი ადამიანია? გამოულოდნელად იმ მომენტში კეიგო ჩნდება და უმწეოდ უმხელს მას თავის სიყვარულს, რომელიც კვლავ ავლენს თავის უნდობლობას საკუთარი თავის მიმართ. ოხ, მეგობარო, რატომ? ამას მოჰყვება კეიგო უჩვენებს მას თავის ძველ ფოტოს, სადაც ჩანს მისი სახე, რათა დაუმტკიცოს, რომ სილამაზე, რომელიც მას გააჩნია, მხოლოდ პლასტიკური ოპერაციების დამსახურებაა. ასევე იგი უმხელს მას, რომ იგი თავადაც განიცდიდა შევიწროებას ბავშვობაში, როგორც თავისი ნიშნების, ისე ფიზიკური მდგომარეობის გამო. და თუ როგორ გადაწყვიტა საზღვარგარეთ გამგზავრების შემდეგ აღნიშნული ოპერაციების გაკეთება, რასაც ნანობს, რადგან ყველამ უნდა მიიღოს საკუთარი თავი ისეთი, როგორიც არის. და ყველაფრის გვირგვინად წასვლამდე იურის უყვირის, რომ ის არ უყვარს და მიუხედავად იმისა, რომ იცის მან აჰასე სორა უყვარს. დანებებას არ აპირებს, რადგან მთავარი გმირი უყვარს. მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას სახეზე ნაიარევი. ამ მკვეთრი განცხადებების შემდეგ ვრცელდება ინფორმაცია KAIGO-ს ოპერაციების შესახებ, რომელიც კარგავს სამუშაო შესაძლებლობებს და კვლავ განიცდის შევიწროებას მრავალი ახალგაზრდის მხრიდან ქუჩაში. მოგვიანებით, სკოლაში თანაკლასელები ეკითხებიან, რეალურია თუ არა ეს ამბავი და მას შემდეგ, რაც ის უდასტურებს მათ, რომ ეს სიმართლეა, იწყებენ მისგან მოთხოვნას, რომ გამოეთიშოს სილამაზის კონკურსს, რადგან მიაჩნიათ, რომ მისი მონაწილეობა სამართლიანი არ არის. იმ მომენტში ეს თან გატარებული კარგი მომენტების მიუხედავად მანახა ხდება, რომ ვინც ნამდვილად უყვარს არის კეიგო, რადგან ის ყოველთვის მის მხარეს იყო და მხარს უჭერდა მას, მიუხედავად ყველაფრისა, რაც თავად KAIGO-ს ჰქონდა გადატანილი. სორა ამის გაგების შემდეგ სევდით ივსება და დუმილში იწყებს ტანჯვას. საღამოს კეიგო უარს ამბობს სკოლაში წასვლაზე და მანაჰა მასთან ერთად სანაპიროზე გარბის. თამაშის დროს მანაჰას მამა ჩნდება და ორივე ახალგაზრდას ერთად პოულობს, ამიტომ ორივე სახლში სადილზე ეპატიჟება. კარგია. სადილის დროს კეიგო ამტკიცებს, რომ ისინი მხოლოდ მეგობრები არიან, რადგან მან აჰას სხვა უყვარს, რაც ჩვენს მთავარ გმირს უსიტყვოდ ტოვებს ჭურჭლის რეცხვისას. მარტო დარჩენილმა KAIGO მან აჰას გაუმხილა, რომ კონკურსში გამარჯვების დღე მისთვის უბედნიერესი იყო, ამიტომ გოგონამ წაახალისა კვლავ მონაწილეობდეს. დარწმუნების შემდეგ კეიგო აცხადებს თანაკლასელებთან, რომ საბოლოოდ და იურის ნების საწინააღმდეგოდ კვლავ მიიღებს მონაწილეობას კონკურსში. ამის შემდეგ იური პასუხობს, რომ არც ერთმა მათგანმა არ უნდა მიიღოს მონაწილეობა, რა დროსაც ერთი თანაკლასელი იურის საქციელი დაღლილი შესძახებს, რომ ერთადერთი, ვინც არ უნდა მონაწილეობდეს, თავად იურია, რადგან მან დაინახა, თუ როგორ გამოიწვია მან ის სიტუაცია, რომელმაც მან აჰას დღევანდელი ნაიარევი გამოიწვია. იური თუმცა ამტკიცებს, რომ არავინ დაიჯერებს, მაგრამ ყველას გასაკვირად, მისი დედა ჩნდება და მის სახელით ბოდის უხდის მან აჰასას, რომელსაც ანიჭებს კონკურსში მონაწილეობის უფლებას. ბუმ, მეორედაც! ასე რომ კეიგო ახალისებს მან აჰას, რათა მან იურის დედის რჩევა გაითვალისწინოს და მიიღოს მონაწილეობა კონკურსში. თუმცა იგი გადაწყვეტს უკან დაიხიოს მასთან ურთიერთობაში, რადგან კვლავ ეჭვი ეპარება, რომ ვისაც უყვარს SORA და არა ის. ამის შემდეგ კეიგო მომხდარს SORS უყვება, რასაც ჩხუბი მოჰყვება. ძირს დაცემულების საუბარს იწყებენ და სორა უტყდება, რომ მან აჰამ იმიტომ უარი თქვა, რომ სინამდვილეში კეიგო უყვარს. რის შემდეგაც კეიგო ემოციებით ახსავსე, ტოვებს ადგილს და სიხარულისგან ხტუნვით მიდის, რათა კვლავ აუხსნა სიყვარული მან აჰასს. მასთან შეხვედრისას კი გადაწყვეტს, რომ ეს შესაფერისი ადგილი არ არის. ამიტომ იგი პაემანს უფრო გვიანდელი დროისთვის ნიშნავს. ცოტა ხნის შემდეგ ჩნდება სორა საჩუქრით და მისთვის ხელით დაწერილი წერილით. რა დროსაც კეიგო კვლავ ჩნდება და ფიქრობს, რომ კიდევ ერთხელ დაკარგა შანსი. თუმცა სორა გადაწყვეტს წავიდეს და მანაჰა უმხელს KAIGO-ს თავის გადაწყვეტილებას, რომ მიიღოს მონაწილეობა მხოლოდ საკუთარი კმაყოფილებისთვის და არავინმეს მოსაწონებლად, რაზეც კეიგო პასუხობს, რომ მასაც სურს რაღაცის აღიარება, მაგრამ ამას კონკურსის შემდეგ გააკეთებს. სხვა სცენაში ნაჩვენებია, რომ მანაჰა ხვდება იურის დედას, რათა მოამზადოს მაკიაჟი და კაბა, რომლითაც კონკურსზე წარდგება. იქ მისვლისას კეიგო პირველი მონაწილეა და იყენებს შანსს, რომ დაადასტუროს თავი როგორც კონკურსის ყველაზე სავარაუდო გამარჯვებული. იური თავის მხრივ ბრაზდება დედაზე იმის გამო, რომ მან მეტი დრო დაუთმო მან აჰას მაკიაჟს, ვიდრე მისას და როდესაც მისი ჯერი დგება, თავდაჯერებულობა დაკარგული და თავჩაქინდრული ჩანს.
მის შემდეგ მანაჰა ყველას აკვირვებს, როდესაც პოდიუმზე ყოველგვარი მაკიაჟის გარეშე გამოდის, გაუმჯობესებისა და თვითმიღების შესახებ სიტყვით, რაც იწვევს მაყურებლის აპლოდისმენტებს, რომლებიც მოხიბლულნი არიან მისით. ბოლოს გეიგო იმარჯვებს მამაკაცთა კატეგორიაში, ხოლო ქალთა კატეგორიაში იური იმარჯვებს. მაგრამ როდესაც სიტყვით გამოსვლის დრო დგება, ის გულდაწყვეტილი გარბის ადგილიდან. მარტო დარჩენილი კი გადაწყვეტს გვირგვინი გადააგდოს. თუმცა მანაჰა ჩნდება ბოლო მომენტში მის შესაჩერებლად. სიზუსტის წუთში იური უმხელს მანაჰას, რომ მიუხედავად გამარჯვებისა, სწორედ მან მიიღო ტაში და რომ ის არ იღებს საკუთარ თავს ისეც, როგორიც არის, როგორც ამას მანაჰა აკეთებს. ამ სიტყვების პასუხად მანაჰა ეუბნება, რომ სწორედ ცუდი გამოცდილება გაძლიერებს და აიძულებს ადამიანებს, მიიღონ საკუთარი თავი და სთავაზობს შესაძლებლობას. თავიდან დაიწყო ნულიდან, მას შემდეგ რაც ორივენი თბილად ეხვევიან ერთმანეთს. ბოლოს ჩნდება ქაიგო ფეხსაცმელებით, რომლებიც მანამდე იური მდატოვა პოდიუმზე გაქცევისას და აცმევს მათ მანაჰასას, როგორც კონკიას და ორივენი ერთმანეთს სიყვარულს უხსნიან. ამის ყველაფრის შემდეგ მისი მეგობარი ჰიმ არიც კი გადაწყვეტს შეიცვალოს იმიჯი და იწყებს სასიყვარულო ურთიერთობას ჰეიატოსთან, რომელიც KAIGO-ს მეგობარია. ამრიგად მის გარშემო მყოფი ადამიანების წყალობით მანაჰას შეუძლია სრულად მიიღოს საკუთარი თავი და იყოს ბედნიერი და თავდაჯერებული გოგო. ბოლოს და ბოლოს. მათ შორის ვინც ყველაზე ბედნიერი რჩება არის გეიგო, რადგან ის ისრულებს ოცნებას, რომ მასთან ერთად იყოს. ვფიქრობ, მორალი ყველგან არის ამ რეზიუმეში. არა, ჩვენ უნდა მივიღოთ საკუთარი თავი ისეთები, როგორებიც ვართ და არ უნდა მივეცეთ ზედაპირულობას. თავარია შინაგანი სილამაზე, იმედია მოგეწონათ. Salami Alejandra Velázquez, Ariana YOLIN, Ises, Estrella ALVARIZES Merlinse. Gmadlobt დროებით.